ოჩამჩირის საფეხბურთო კლუბი 100 წლის გახდა. ამ დღესთან დაკავშირებით კავშირ ერთობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ვეტერანი ფეხბურთელები შეიკრიბნენ. ოჩამჩირის საფეხბურთო კლუბმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 1916 წელს გამართა და მას შემდეგ არაერთ წარმატებას მიაღწია. ჩვენი ერთობის წევრები იქნებიან, სულ ცნობილი ხალხი არის. ჩვენ მივდივართ დინამო არენაზე. დინამო სპეციალურად გამოგიგზავნა ფედერაციიდან მაისურები. ჩვენ ბიჭების დაბადების დღე და იუბილეებსაც ვაგვადარებ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ყოფნა აი ამ პატარა ქალაქმა მისცა ქვეყანას ასეთი დიდი ფეხბურთელები, მაგალითად როგორც იყო ამერან ტყებუჩავა, პირველი ქართველი მეკარე თბილისის დინამოში. სანაია პირველი საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ოქროს медаლი მიიღო სანაიამ მოსკოვის დინამოში თამაშობდა. ძიაბშიპა ცნობილი ფეხბურთელი ვიტალი დარასელია ყველაზე დიდი თასი რაც მოიგო თბილისის დინამომ მისმა გოლმა მოუტანა. ანდრე ჟორდანია ლეგენდარული წვრთნელი, იაკუშინი, ნორაკიძე, არა მარტო ჩამჩირლებისთვის დღევანდელი დღე არის სასახელო დღე ქართული ფეხბურთისათვის. საფეხბურთო კლუბ სტრელასა და მის ბაზაზე ჩამოყალიბებულ სხვადასხვა გუნდში არაერთი გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. მათ შორის იყო ვიტალი დარასელიაც. აღსანიშნავია, რომ იუბილესთან დაკავშირებით იგეგმება ნორჩ ფეხბურთელთა ტურნირის გამართვა სახელწოდებით გარდამავალი თასი. ამ ოთახში თქვენ ხედავთ საქართველოს მთელს ისტორიას. ერთად თამაშობდნენ აფხაზი და ქართველი. თან ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც მოუტანეს დიდი სახელი საქართველოს ფეხბურთზე და დღეს მართლაც და განსაკუთრებული თარიღია. კიდევ ერთხელ ულოცავ არა მარტო ოჩამჩირელებს, მთელს საქართველოს ოჩამჩირელთა ამ გუნდის საიუბილეო თარიღი 100 წელი არ არის ცოტა. რაც შეეხება ნორჩ ფეხბურთელთა შეჯიბრებას. ეს მათი გადაწყვეტილება ჩვენ გამოვეხმაურეთ ამას აფხაზეთის მთავრობა, პრიზების დაწესება, მოსაწვევები, შეიძლება ბავშვებისათვის სპორტული ფორმებიც გამოვყოთ ამისათვის და ჩვენ შევეხიდოთ ამ შესანიშნავი კოლექტივის ამ ღონისძიების მესვეურთ იმ შესაძლებლობებით, რაც აფხაზეთის მთავრობას გააჩნია.